თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამაგისტრო ნაშრომის დაცვა გაიმართა. კირიონ ქართლის კათალიკოსთან დაკავშირებული ეპისტოლეების საღვთისმეტყველო ანალიზი. ამ თემაზე ნაშრომი თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, დიაკონმა გენადი ტლაშაძემ წარადგინა. ღონისძიება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მან განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გენადი ტლაშაძეს წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ გენადი ტლაშაძის ნაშრომის ხელმძღვანელია თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია. რეცენზენტი არის თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. ღონისძიებას მაგისტრანტის სულიერი მოძღვარი, გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გედეონ შალაშვილი, სხვა სასულიერო პირები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სამაგისტრო ნაშრომი კომისიამ დადებითად შეაფასა და გენადი ტლაშაძეს თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. დღეს შედგა კიდევ ერთი წარმატებული დაცვა სადიპლომო ნაშრომისა თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის კედლებში. ნაშრომი ეკუთვნის დიაკონ გენადი ტლაშაძეს, რომელიც ამ ნაშრომზე თითქმის 2 წელია თუ მეტი არა მუშაობს. მე თვითონაც ამ მუშაობის პროცესს თვალს ვადევნებდი. მამა გენადის თანდათანობით წინსვლას სამეცნიერო კუთხით, მისი არგუმენტირების გაძლიერებას სხვადასხვა უაღრესამნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით და შედეგად მივიღეთ დიპლომი, რომელმაც ერთი პრინციპული საკითხი საქართველოს საეკლესიო და ზოგადად საქართველოს როგორც სახელმწიფოს ისტორიისა შეიძლება ითქვას საბოლოოდ გადაჭრა, რაც უკავშირდება ჩვენი დიდი მღვდელმთავრის კირიონ პირველი კათალიკოსის აღმსარებლობის საკითხს და უკავშირდება უარყოფას იმ შეხედულებისას, რომლის მიხედვითაც კირიონმა თითქოს და თავის ცხოვრების ბოლო პერიოდში შეიცვალა აღმსარებლობა და გახდა მონოთელიტი მწვალებელი და კერძოდ კი გახდა თითქოს და ცნობილი მიტროპოლიტი ფაზისისა კიროსი, რომელიც დაგმობილია მსოფლიო კრებათა მიერ. ეს სრულიად შეუსაბამო აზრი, ყველანაირი გაგებით, ლიტურგიკული კუთხითაც, საღვთისმეტყველო ასპექტითაც ხსენებულ სადიპლომო ნაშრომში სრულფასოვნად და გამოწვლილით არის შესწავლილი და რა თქმა უნდა ობიექტური მეცნიერული დასკვნა გამოტანილი. ამ ნაშრომს, სადიპლომო ნაშრომს აქვს რა თქმა უნდა არაერთი სხვა ღირსებაც, მათ შორის გარკვეული ტერმინოლოგიური დაკვირვებანი დიპლომატის მხრიდან და ამ ტერმინოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით კირიონ ქართლის კათალიკოსის საღვთისმეტყველო მოძღვრების თითქმის სრული თუ არა ყველაზე უფრო არსებითი ნაწილის აღდგენა. წარიმართა სადიპლომო ნაშრომის დაცვა, როგორც უკვე ეს ბოლო წლებია ტრადიციად იქცა აკადემიის კედლებში, მაღალ მეცნიერულ დონეზე მოწესრიგებულად ყველანაირი ასპექტით, სამეცნიერო კუთხითაც, ლიტურგიკული გაგებითაც, ზნეობრივი კუთხითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რაზეც არაერთის გაუსვა ხაზი აკადემიის რექტორმა, რომელმაც არ ვიცი რა ენერგია გამოავლინა და ძალისხმევა იმისთვის, რომ სასულიერო აკადემიის კედლებში ყველა სადიპლომო ნაშრომის დაცვა ყოფილიყო იმგვარი მეცნიერული აქტი, რომელიც თავის წვლილს შეიტანდა საქართველოს დღევანდელ ისტორიაში, რა თქმა უნდა, წარსულისკენ, ესე იგი, ხედვით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა მიულოცოთ მამა გენადის ასეთი წარმატებული დაცვა ნაშრომისა და ეჭვი არ გვეპარება, რომ თვითონ ეს პიროვნებაც ცალკე აღებული კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ნაშრომს შეხმატებს არა მხოლოდ თბილისის სასულიერო აკადემიას, არამედ ზოგადად ქართულენოვან მეცნიერებას და მის კვალზე აკადემიის კედლებში არაერთი სხვაც და ვიცი ასეთი პიროვნებები მართლაც არაერთი სხვაც ანალოგიური სიღრმისა და მეცნიერული ღირსების ნაშრომს წარმოადგენენ და წარმატებით დაიცავენ. სომხურდა ქართულ ეკლესიებს შორის საეკლესიო განხეთქილებისა და კერძოდ კი ქართლის კათალიკოს კირიონის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში რამდენიმე ნაშრომი არსებობს. მაგრამ ეს ნაშრომები არ არის განხილული საღვთისმეტყველო კუთხით. მამა გენადი სწორედ საღვთისმეტყველო კუთხით იხილავს ამ საეკლესიო განხეთქილებას და კერძოდ კი საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს ქართლის კათალიკოს კირიონის შესახებ. ქართულ ისტორიოგრაფიაში
გატარებული იყო აზრი, რომ თითქოს ესე იგი დოგმატიკონში ქართლის კათოლიკოს კირიონის მოუხსენებლობა იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ იგი ქართლის კათოლიკოსების შემდეგ თაზისის მიტროპოლიტი გახდა და შემდგომ კვირონის სახელითაა ეს ბერძნულ წყაროებში მოხსენებული და მან საფუძველი დავდო ახალმწვალებლობას, მონოთელიტობას. მამამ გენადი საღვთისმეტყველო ანალიზს როცა აკეთებს, უარყოფს ამ მოსაზრებას, ეს ქართული ისტორიოგრაფიაში ახალი სიტყვა არის და იმედია, რომ ეს ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი დაიბეჭდება და ქართველი საზოგადოებისათვის ფართოდ გახდება ცნობილი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ კირიონ პირველის ქართლის კათოლიკოსის შესახებ დღევანდელ დღემდე არსებული, ასე ვთქვათ, ღრმა და მეცნიერული გამოკვლევა უკავშირდება ჩვენს ღვაწმოსილ მეცნიერს, ბატონ ზაზა ალექსიძეს, რომელმაც კირიონის ცხოვრება ერთი მხრივ ისტორიულ კონტექსტში შეისწავლა, მეორე მხრივ გარკვეული თეოლოგიური არგუმენტაციით შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. დღევანდელი დიპლომის და საცავი დიპლომის ძირითადი მიმართულება სწორედ ამ ორ საკითხს აერთიანებს. ანუ ჩვენმა დიპლომანტმა მამა გენადიმ ბატონი ზაზა ალექსიძის შემოქმედება საკუთრივ კირიონ კათოლიკოსთან დაკავშირებით ერთი მხრივ ისტორიულ კონტექსტში შეისწავლა, მეორე მხრივ თეოლოგიური არგუმენტაცია განიხილა მისი და თუ შეიძლება ასე ითქვას, გარკვეული უზუსტობები აღმოაჩინა და ამ შემთხვევაში სასულიერო აკადემიის დანიშნულება და მისი კურსდამთავრებულებისა, რომ სწორედაც ამ კედლებში მიღებული თეოლოგიური განათლების საფუძველზე საერო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კარგი გაგებით რევიზია მოხდეს, თუ იქ რამე არასწორია, რაღაცა უზუსტობებია დაშვებული და ჩვენ როგორც ოპონენტს მიგვაჩნია, რომ ყველა ის დებულება, რაც დიპლომატის მხრიდან არის გახმოვანებული და ამ შემთხვევაში უწერილობითი ფორმით თავმოყრილი, წყაროწოდებითაც შესწავლილი და ასე წარმოჩენილი, აბსოლუტურად ლოგიკურია, არგუმენტირებულია და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ ძალიან დიდი მეცნიერის, ღვაწმოსილი მეცნიერის ბატონი ზაზა ალექსიძის რიგი შეხედულებები განახლებას საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც გვეძლევა წინამდებარე დიპლომის საშუალებით. დღევანდელი სამაგისტრო ნაშრომი ჭეშმარიტად იყო ნიმუში მაღალ კვალიფიციურ დონეზე მომზადებული თემების პრეზენტირების და უკვე ისაუბრეს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, აქტუალობაზე, რაც ამ საკითხთან მიმართებით, იმ კვლევებთან დაკავშირებით წარმოიქმნა ჩვენ სამეცნიერო სივრცეში. რაც ვფიქრობ, რომ ანგარიშგასაწევია ზოგადად ისტორიოგრაფიისა და მეცნიერების სხვა მიმართულების თვალსაზრისითაც და მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მამა გენადის პიროვნული ადამიანური ღირსებები, მისი გამორჩეული მეცნიერული კვლევის უნარჩვევები, რომელიც მას ამ სასწავლებელში სწავლისას გამოუმუშავდა და დასაფასებელია სწორედ, რომ ამ დიდ შრომას, რასაც წლების განმავლობაში იგი ეწეოდა როგორც სტუდენტი, დღეს ასეთი სასურველი და საიმედო დასასრული ჰქონდა. დღევანდელი ჩვენი სადიპლომო თემა ეხება კირიონ ქართლის კათოლიკოსთან დაკავშირებული ეპისტოლეების საღვთისმეტყველო ანალიზს. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ეპისტოლეების ისტორიული ანალიზი საისტორიო სამეცნიერო წრეში უკვე ცნობილი არის არაერთი კვლევრის მიერ, ხოლო ჩვენი თემის სიახლე გახლავთ ის, რომ აღნიშნული ეპისტოლეები შევისწავლეთ საღვთისმეტყველო კუთხით, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ კირიონ ქართლის კათოლიკოსის ღვთისმეტყველება სრულად ეთანხმება მართლმადიდებელ კათოლიკე საყოველთაო ეკლესიაში დაცულ საღვთისმეტყველო სწავლებას და ასევე გამოიკვეთა შემდეგი საკითხი, რომ ამჟამად საფუძველს მოკლებული არის დღევანდელ დღეს ისტორიოგრაფიაში გამოთქმული ვარაუდი კირიონ ქართლის კათოლიკოსის დაკავშირება მონოთელიტურ ერესთან. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ვინაიდან მრავალი საკითხი თვითონ მუშაობის პროცესშიც ნათელი გახდა ჩემთვის და ასევე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული თანადგომა დიპლომის ნაშრომის ხელმძღვანელის
დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიასი და ასევე განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო პროფესორ ედი შერჭელიძისადმი, რომელმაც ძალიან საყურადღებო მითითებები მოგცა ნაშრომის კვლევისას.